წარმომადგენელთა პალატაში მაინც დიდი ალბათობა არის იმისი, რომ მაინც დემოკრატიული პარტია მოიპოვოს უმრავლესობას, ხოლო თუ ირანში წარმატებას ვერ მიაღწევს ტრამპი, ასეთ შემთხვევაში იქნება სერიოზული ალბათობა იმისი, რომ ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვოს დემოკრატიულმა პარტიამ. აქედან გამომდინარე ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ პუტინის საქმე ვერ წავა კარგად, ვერ მიდის კარგად და ვერ წავა კარგად. დემოკრატების წარმატება კონგრესის არჩევნებში ეს ნიშნავს დიდი ალბათობით უკრაინის ტრამპის მიერ დიდწილად შემცირებული უკრაინისადმი ამერიკული დახმარების კვლავ აღდგენას ამერიკის მხრიდან დემოკრატების წარმატების შემთხვევაში, რაც ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე შეამცირა ტრამპმა ამერიკის მხრიდან უკრაინის დახმარება, ევროპის ქვეყნებისა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების დახმარებით უკრაინა ახერხებს იმას, რომ უკვე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მასირებული დარტყმების ქვეშ იმყოფება რუსეთის ქალაქები უკრაინის მხრიდან და ხოლო თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში თუნდაც ერთ პალატაში და მით უმეტეს ორივე პალატაში დემოკრატების წარმატების შემთხვევაში სერიოზული ალბათობისგან გამომდინარე იმისა, რომ აღსგება ასეთ შემთხვევაში დიდი ამერიკული დახმარება უკრაინისათვის, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პუტინის სიტუაციას და კიდევ უფრო დაამძიმებს პუტინის მოკავშირეების მდგომარეობას მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ ეს გეგმა თუ იმეს ჰქონდა იმის იმედი, რომ პუტინი ტრამპის დახმარებით პუტინი გაიმარჯვებდა უკრაინაში და ტრამპი და პუტინი გაიყოფდნენ მსოფლიოს გავლენის ზონებად, ეს არის აბსურდი, ეს არის გამორიცხული, ეს არის თუ იყო რამე ასეთი გეგმა ჩაშლილი, თუმცა ეს გეგმა ჩანასახშივე აბსურდული გეგმა იყო, თუ ასეთი გეგმა არსებობდა. და აქედან გამომდინარე მე მოვუწოდებ ოცნების ლიდერებს დაუყოვნებლივ დაიწყოთ დემოკრატიული რეფორმები და არ დაუშვათ ის, რომ საქართველოში საერთაშორისო ინდექსების მიხედვით დემოკრატიის ინდექსი ჩაცდეს 4 ქულას დაბლა და გადავიდეს ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში, რადგან ეს იქნება დამანგრეველი საქართველოს ეკონომიკისათვის, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოზე და ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ჯიბეებზე. მოქალაქეებო, საქართველოს მაცხოვრებლებო, მოგმართავთ, იცოდეთ, თუ კი საქართველოში დემოკრატიის ინდექსი ჩაცდება 4 ქულას, ასეთ შემთხვევაში სერიოზულ დარტყმას მიიღებს საქართველოს ეკონომიკა და სერიოზულად გაძვირდება საბანკო სესხებზე პროცენტების ოდენობა, სერიოზულად გაიზრდება პროცენტების ოდენობა საბანკო სესხებზე, ვინაიდან საქართველოს კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი გახდება საერთაშორისო მსოფლიო კაპიტალისათვის, კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი გახდება ინვესტიციებისათვის. ამიტომ, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, უმრავლეს შემთხვევაში მით უფრო მაღალია იმ ქვეყანაში ეკონომიკა და მით უფრო დაბალია საბანკო სესხებზე პროცენტების ოდენობა და რაც უფრო დაბლა არის დემოკრატია სახელმწიფოებში, უმრავლეს შემთხვევაში მით უფრო დაბალია იმ ქვეყნის ეკონომიკა და მით უფრო მაღალია ეკონომიკას როცა ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით გულისხმობ და მით უფრო მაღალია საბანკო სესხებზე პროცენტის ოდენობა, რადგან რაც უფრო დაბალია დემოკრატია, მით უფრო ნაკლებ მიმზიდველად ითვლება ის სახელმწიფო კაპიტალისათვის, ინვესტიციებისათვის, ხოლო რაც უფრო მაღალია დემოკრატია, უმრავლეს შემთხვევაში ეს ასეა, მით უფრო მიმზიდველად ითვლება იმ ქვეყნის ის ქვეყანა ინვესტიციებისათვის, მით უფრო მიმზიდველად ითვლება კაპიტალისათვის. აი ამ დეტალებზე მინდოდა მესაუბრა. სიტუაცია არ არის მარტივი, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია და ვიმეორებ, თუ კი ჩაცდება 4 ქულას საქართველოში დემოკრატიის ინდექსი, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოზე, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს ეკონომიკაზე. შეგახსენებ, კვლავ ვიმეორებ, 2025 წლის მონაცემებით ეკონომისტის სიაში საქართველოში დემოკრატიის ინდექსი შეფასებულია 4.36 მიასეთი ქულით, ანუ მხოლოდ 0.36 ქულა აშორებს იმ ეგრეთ წოდებული წითელი ხაზიდან, ანუ 4 ქულიდან და 99 ადგილზე იმყოფება მსოფლიო სახელმწიფოთა შორის. ამ დეტალებზე და ამიტომ მოუწოდებ ოცნების ლიდერებს, რომ არ დაუშვათ ეს. ამიტომ მოგიწოდებთ ოცნების ლიდერებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოთ დემოკრატიული რეფორმები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მოვლენები მიდის ისე, რომ პუტინის საქმე მიდის ცუდად. პუტინი უკრაინაში ვერ გაიმარჯვებს, ხოლო ამერიკის კონგრესის არჩევნებში თითქმის გარდაუვალია როგორც მინიმუმ ქვედა პალატაში, ანუ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების წარმატება, რაც სერიოზულად გაზრდის
ზეწოლას თავად პუტინზე და პუტინის მოკავშირეებზე მსოფლიოს მასშტაბით. ხოლო ორივე პალატაში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმედ წავა პუტინისა და მისი მოკავშირეების საქმე. ამიტომ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარება. ისე მე მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რაც ახლა ამ ბოლოხანებში რასაც ხედავთ, მაგალითად ის რომ დაპატიმრებული იქნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობაში მოძალადობაში ბრალდებული პირები და ის რომ რამოდენიმე ადამიანი განთავისუფლებული იქნა საპროცესო შეთანხმებით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციებში მოწვევასთან დაკავშირებით, ამას ეს შეიძლება გარკვეული ტენდენცია იყოს, ასე ვთქვათ, შეიძლება გარკვეული ტენდენცია შეფასდეს, თუმცა ეს მიმაჩნია მე სრულად არასაკმარისად, ვინაიდან იმ ვითარებაში, როდესაც ამდენ ადამიანზე იქნა ძალადობრივი უკანონო თავდასხმები განხორციელებული საპროტესტო აქციების დროს და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის დაჭერა, მაშინ როდესაც ამდენი რაოდენობით ადამიანია დაპატიმრებული საპროტესტო აქციებში მოწვევასთან დაკავშირებით, ეს არის დაუშვებელი და ასევე მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის განთავისუფლება იმ საპროტესტო აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მით უმეტეს საჭიროებდნენ თუ არა ისინი საპროცესო შეთანხმებას და საპროცესო შეთანხმებით უნდა ყოფილიყვნენ ისინი განთავისუფლებული თუ გამამართლებელი განაჩენებით, ესეც ცალკე საკითხია ეს თემა. აქედან გამომდინარე მე მივმართავ კვლავ და კვლავ ოცნების ხელმძღვანელობას, რომ დაუყოვნებლივ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოთ დემოკრატიული სწრაფი დემოკრატიული ცვლილებები საქართველოში, რომ რაც შეიძლება მალე აიწიოს საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა, რაც შეიძლება მაღლა, რაც თავისთავად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას და გამოიწვევს რა თქმა უნდა დაისახება საბანკო სესხების პროცენტების ოდენობაზე და მე მინდა გითხრათ, რომ ითხოვდეს ვითარება სოფლიოში ისეთია, რომ ნაკლები და ნაკლები დრო რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციიდან, რადგანაც პუტინის საქმე როგორც გითხარით ცუდად მიდის, პუტინი ან დამარცხდება და ამით მოხდება იმ ტერიტორიების დეოკუპაცია, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, ან ისე გაუჭირდება, რომ დამარცხებამდეც კი თვითონ იტყვის ნებით უარს ოკუპაციაზე, ისე როგორც ნებით დათანხმდა და ისე როგორც ნებით ვერ შეეწინააღმდეგა ფინეთისა და შვედეთის ნატოს წევრად გახდომას, მიუხედავად იმისა, რომ მას მანამდე განცხადებული ჰქონდა, რომ ამიერიდან არ დაუშვებდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, ისევე როგორც შეეგუა ნიკოლოზ მადუროს დაპატიმრებას, ისევე როგორც შეეგუა ბაშარ ასადის დამხობას, ისე როგორც შეეგუა ირანის ოპერაციას და ვერაფერი ვერ გაბედა იქ ღირებული დახმარების გაწევა ამერიკის წინააღმდეგ და ისე როგორც შეეგუა არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხებას უნგრეთში და ისე როგორც შეეგუა თავისი მოკავშირეების დამარცხებას არჩევნებში სომხეთში, ასევე თუ მას კიდევ უფრო მაგრა გაუჭირდება, ის შეეგუება იმას, რომ ნებით მოუწევს უარი თქვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ან ეს დამარცხებამდე, ან დამარცხდება და ისე მოხდება საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და იქამდე დარჩა უფრო და უფრო ნაკლები დრო, ამიტომ ამასობაში საქართველოს ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს, რომ რაც შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს დემოკრატიული განვითარება და რაც შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს ქვეყანაში სახელმწიფოსთვის სასიკეთო ცვლილებები. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ვზამდებოდეთ.